გამარჯობა მეგობრებო, აბა როგორ ხართ? აბა რა შვებით? მიკროფონი გავიკეთე, ახლა უკეთესად უნდა ისმოდეს ჩემი ხმა, ასე რომ იმედია ყველა გაიგონებს ხმას კარგად და ახლა ბავშვები მოვიდნენ და მოდით ჩვეულებრივი, ასე თქვა, დღის ვლოგი ჩავატაროთ. აი. არა, მე გუშინ ვიყიდე თუ გუშინ წინ. და ვიყიდე მაღაზიაში კიწრი. პომიდორი, მაწონი. სალათს გავაკეთებ ახლა ძალიან გემრიელს. მაწონი შევდგავ. ნატახტარი. ბავშვებმა ჩიფსები იყიდეს. აი ესეთი უფრო ციცაკიანი რომელიც არის. ფქვილი ვიყიდე უმაღლესი ხარისხის. ზოგადად სახლისთვის უბრალოდ მჭირდება. კვერცხი ვიყიდე. ერთი ცალი ჩატეხილი იყო. იმაჩვენა. გამყიდველმა მეთქი არა უშავს, ახლა მაინც უნდა ვიხმარო. რომელი იყო? და აღარ დავაბრუნე და მეზარა დაბრუნება უკან. ეგ არაფერი, ახლა მაინც მალე უნდა გავაკეთო. პეროგი და აბა რა გაგიმზადო მითხარი? Сосиски же ты хотела? Рато Ты рато არ გინდა გამიბრაზდი? აბა რატო არ გინდა? ერთს მოგიხარშავ, ხო გინდოდა? კაი. კამილა, გამოიცვალე? გამოიცვალე? მოდი, აი როგორი ჭადები გაგიკეთე. და კიდე ბავშვებმა თავისთვის შოკოლადის შუროები იყიდეს. აი კიდევ კარგი კამი გადმოიღე ის წვენი, თორე უკვე იხეოდა ჩემი პარკინგზე, შეგრძენი მეთქი, ხა ჩამომივარდება ყველაფერი თქო. გახეული იყო უკვე. პარკი. კიდევ კარგი გამომართე. მოდი, აბა მაჩვენე შენი ბრასლეტი რა გააკეთე, მოდი. და. აი შენები იქით შევინახე, მოიცა. იცი და რატოა? ძალიან მობილები ესე. აი შენ. აი კამილეს პეტალე წედუკები. ცოტა სოდა დავუმატე და რბილები გამოვიდა. ეგრე არ ჯობია. ხრამუნები გინდოდა ძალიან. მე გარედან ხრამუნაა, შიგნით რბილია. ხოდა ეგეთებია, აბა ნახე როგორია, მოგეწონება. რას, ყველს ეძებ, მეთქი რას ეძებ. დადიება. დაგიჭრა? თუ შენ თვითონ? დაჭირი. აბა კომენტარებში მომწერეთ მე მეგობრებო, ახლა უფრო უკეთესად ისმის ჩემი ხმა თუ არა. პეროგი უნდა გავაკეთო. როდის? აი ხმა მალე. ზუსტად ამწამს? ზუსტად ამწამს. ზუსტად ამწამს როგორ იქნება, მაგრამ მალე. და ის ნახევარს გავაკეთებ
ჯემით ნახევარ ჯემის გარეშე. ხო? აი. შენჭადიდები. აბა მერე მითხარი გემრიელი იქნება თუ არა. კარგიდე? მეტყვი? ილე რაღაც უხასიათოდ არის, რა ვიცი, დაღლილია თუ რა არ ვიცი. რაღაცა უხასიათოდ ჩანს. კამილამ ყოჩაღი მომიტანა დღეს ხელოვნებაში, ხო, კამილა? დაიშალეთ, მა? რატო დაიშალე? ბანტი მოიძრე? რატო კიო და უკვე? არა, რატო მოიხსენი ხო და? ლიბრეში დღეს ისეთი ვარგისი პომიდორი იყო. ჩუდო გებრიელია? აბა დედიკოს ნახელავიც ნახე როგორია. დავიწიე ცოტა თორი დამბლოკავენ, ხო იცი? ესე იგი პომიდორი უკვე ისეთია, თითქოს პლასტიკია, რა ჩვეულებრივი. как будто бы პლასტიკურ პომიდორს ჭრი ისეთი შეგრძნება აქვს ადამიანს. როგორი ქარი იყო ხო დღეს დილით? ხვალ ვისვენებთ, მე მგონი მე უფრო მიხარია ბავშვებზე უფრო ძალიან. გაკვეთილებს არ ვაკეთებ? ხო კამილა? და. გაკვეთილებს არ ვაკეთებ ხვალ? ვისვენებთ. ვისვენებთ. დედიკოს უფრო უხარია ვიდრე შვილებს. მაგრამ ხვალ შეიძლება მაინც გავაკეთებ. კი, ხვალ რაღაცა მაინც გავაკეთებ. ინგლისური მაინც დავიკითხოთ. ხო იცი რომ კარგად უნდა იცოდე ინგლისური. დასაფიქრე არ მოხდეს. მაშ რა გაქვს? კი. და იმ მეორეში არაფერი არ მოგცა დავალება, მაგრამ რაღაცა მაინც დავიკითხოთ. კარგი? მართალი ხარ. იქით აქეთ რო გაქვთ რაღაცეები, სულ მავიწყდება რომ ჯერ ერთის დავალება მერე მეორესი და მეც ხო შეიძლება რაღაცა დამავიწყდეს, არ შეიძლება? შეიძლება? რატო? ეხა დამავიწყდა წინ საფარი პირადად მე. მოიცა სალათაც ჭამე რა, ხო გიყვარს? ხო გიყვარს ხოლმე? ამ გოგოს კიდე ერთი სალისასის კი მოუხარშო, თუ რაღაცა ვერ არის ხასიათზე. გემრიელია ჭადი? კარგია? ჩესნა. მილე! დე! თუ გინდა ის რა ქვია, ერთი სასისკი და გრეჩკაც არის ცოტა.
მარტო გრეჩკა? აბა რა გამოვიდა ეგ ბევრი არ არის გრეჩი ხო? Одну сосиску. Не хочешь? Аба ее там не очень много. Да. Что ты армовицуна? Винтко. Винтко армовицуна. მოვიწდებოდა და იმიტომ არ ვიკეთებდი მიკროფონს. პეროგის მასასაც უცებ ავთქვიფავ. მაქვს ძალიან გემრიელი დეიდაჩემის გაკეთებული ვაშლის პოვიდლო და იმას ჩავდებ პეროგში, მაგრამ მთლიანად არა, იმიტომ რომ ბავშვებს არ უყვართ. აუ კამილო, გიხვეწები ჭამეთ რა სალათაც. რაც სასარგებლოა, იმას არ ჭამთ რა არის ეს? დავამატებ და შენ არა იყო თუ არ გინდა. მე არ შეტამაშე. კაი, მაშინ ბოლოში დავამატებ, მანამდე დაგიდებ. მოიცა ხა დაგიდებ, მოიცადე. ნაფახახვი თუ არ აქვს, მაშინ ჩემთვის გემო არ აქვს და დაგიდებ ეხლა და შენი საქენი. მანამდე სანამ ამოვიღებ. აი ეხლა დაგიდებ. რამდენიც გინდა იმდენი ჭამე. მწვანილებიც დავაყარო. ჩემი გაყინული მწვანილები. მილევზით გინდა? მილეშოკ წერძით გინდა? რძით? მიდი აბა მოურიე ქალბატონო კამილა. ერთი ხელით მოკიდე, მეორე ხელით მოურიე. კი, ძალიან შორს არა, მაგრამ მაინც კი. რა ვიცი, მე მგონი კი მაინც გაიგებს ხმას. არ არის ცოტა. მისაქენი კარგად მოურია. მიდი, მოურია კარგად, მიდი. მიდი, ჰა.
გალოყვება ეხლა. გაყინული იყო და იმით მეცენე. მეცენე? აი აქ ჩამიდე. რა გინდა უფრო კიტრი? ხო. მაგრამ ისიც უნდა პომიდორის. და ეთხა. რა? კიტრი თუ პომიდორი? ეგრე? მე თვითონ კიდე. კიდე. გემრიელად მირთვი. პური არ გინდა? No. რა? პური არ გინდა? პური? ხო. ეს მილენას გრეჩი ხარძი და ჩუდო. შამპურია თუმცა შამპურზე დაიდე. აჰა, მილკო მოდიდი. ხო. კი. წავღე მილენასაც წავღე. და ხახრი მინდა ცოტა პატარები რო არა მახრავქნა. და რამხელებია ყველა. და ცოტა დაუწიე რა. ტელეფონის დასადები არ გინდა? Tarara tarararara tarara tarararara tarara. ეროქს ვაკეთებ ხოლმე საერთოდ. ვარაუდით, ასე ვთქვათ. თვალის ზომით ყველაფერს. ზუსტი ზომებით არასოდეს არაფერს არ ვაკეთებ. დედიკო დაუწიე ცოტა რა გთხოვ. მოწეულინა. ხოჭები დამბლოკავენ. ხო იცი რა შეიძლება. Tarararararam tarararararam. Tarararararam tararararam. აი, კაი გოგო ხარო ჭამ. კიტრი პომიდორს. იმედია კიდევ სასარგებლოა. იმედია სასარგებლოა მეთქი ჯერჯერობით. კიტრი პომიდორი ვიტამინებია. მე მგონი. და მოგონი. იმიტომ რომ არავინ არ იცის სინამდვილეში არის თუ არა. თან ეხლა აი როცა სახლის როცა არ არის რა. როცა სახლის არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიტამინებია. ეჭვიც არ გვეპარება არავის, მაგრამ როცა სახლის არ არის, კაცმა არ იცის, შიგრასდებენ. რას და როგორ? რამდენი ჭადი შეჭამე? ისე? კაი, მეც კიდე შეჭამა. შენ მაინც ყველაზე ძალიან მე მგონი გიული ბებოს ჭადები გიყვარს. იგი ჭამთ ხოლმე იმასავით. Амани совсем другие. Какие, например? აუ მეც მიყვარდა ბავშვობაში. მეც მიყვარდა ბავშვობაში. ჩემს ნათესავებთან. სტუმრად როცა დავდიოდი. ჭამა. იქ მეგონა ყველაფერი, უფრო მეტად. გემრიელი რატომღაც? ხო, მან ყველაზე გემრიელია სხვაგან. იმიტომ რომ რაღაცნაირად მეგობრებთან რო ჭამ, სხვა გარემოა. გარემოც ძალიან ბევრს ნიშნავს სხვათა შორის.
ეხლა იგივე საჭმელი რო გაიტანო დაუშვათ ბუნებაში სადმე დაჩაზე ან პიკნიკზე მან უკვე გებრიელი უკვე ეხლა არ არის გებრიელი ეს უნდა თქვა მან ბევრად უფრო გებრიელი მან უკვე ყველაზე მაგარად გებრიელი ასე რომ მან უფრო მეტად გებრიელი იქნება ასე თქვა და ყველაზე გებრიელი ხახუი შევინახოთ ამის გადაგდება არ იქნება ზეღან უკვე დავაყარე პრინციპში მაგრამ მე მგონი და ხელახლა შამპურია შამპური ფფდ ფური შამპური ძალიან ბევრი მარილი არ მიყვარს ხოლმე სალათაზე, იმიტომ რომ მინდა რომ იგრძნობოდეს მისი ასე ვთქვათ ნატურალური გემო. მაგრამ მარილი როცა არ აქვს, ისიც არ ვარ ასე რომ ზომიერად. ვაიმე. რა? სხი. სადარი ჩემი მწვანელი. დაიშალა. ადგილ. ასეთი დიდი ჭურჭელი სავსე სალათით ეგ ერთი ვისაც არ უნახია წეღან პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი ჭადები ეგ ორი და ეხლა კიდე ძალიან სწრაფად გავაკეთებ პეროგს ძალიან სწრაფად დაუწიე სამი ცალი კვერცხი დაგჭირდება თვალის ზომით შაქარი აზე არა ვარ 150-200 მილიგრამი სადღაც მასე თორე დიდი პორცია არის ერთი ის მინდა რა სადღაც კი მქონდა არა ესეთი კოვზი მაგრამ იმის პლასტიკავი კოვზი საწევიდა მქონდა მაგრამ აღარა მაქვს საწევიდა არ ვიცი კიდე ამოვიღოთ შაქარი ქვირით დამჭირდება პარე მომოვიღო და ცოტა ხანში დავასვენებ ცომს 1.5 საათი და ცოტა ხანში გავაკეთებ მერე პეროგს რა ჩაგეცინა ხალო და კი ვარ და ვაკეთებ მაწუნით დაამთავრე ახლა რა გადარჩა მიდი სულ ცოტა გადარჩა თან უყურე და თან დაამთავრე ხვეწები რა და ტოვა სამი ცალი 2 კიტრი და 2 პომიდორი გინდათ გააკეთეთ ზეთით გინდათ გააკეთეთ მარგარინით
ნახო, აბა მე მგონი მარგარინიც მაქვს. მაგრამ რა ვიცი, ხო არ იყოს მეთქი და ზეთით ხო არ გავაკეთო. მაგრამ ზეთიც დამჭირდება. მოდი ნახევარი მარგარინი გავალღოთ. და მარგარინით გავაკეთებ. კი. ამ შემთხვევაში მე მაქვს ბიზიმი. ამას ახლა გავარღობ. ნელ ცეცხლზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე. მანამ ამას მოურევ. გონი ნაგავი მეტი არაფერი არ მექნება, ამას ყველაფერს გადავყრიხო. არც დან აღარ დამჭირდება. так, დამჭირდება ეხა ფქვილი აქ მაქვს, დამჭირდება სოდა ძმარი მაქვს, აი სულ ცოტა, ძალიან ცოტა დარჩენილი. არა დღეს მაღაზიაში ვიყავი, კი გავიფიქრე, ოდნავ შავი ღვინო უნდა დავასხა. თან დამჭირდება ეხლა ცოტას მივირთმევ ჭადებთან ერთად. გემოგლობინია, სახლის არის, ნატურალურია და ძალიან გემრიელია. შეხედეთ რა ფერია, ნატურალური შავი ღვინო, წითელი ღვინო, მაგრამ როგორი შავია შეხედეთ. შაბათ კვირას კიდე რაღაცებს მოვიფიქრებ. ჩემი აზრით, მე რომ მკითხოთ, მე მინდა პერაშკი. ნახოთ აბა, იქნება გამოვაცხო. ესე უკვე ეგეთი წესი გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ მე და ჩემი ბავშვები შაბათ კვირას რაღაცას გემრიელობებს მივირთმევთ და წესარი გვაქვს უკვე, რომ შაბათ კვირას რაღაცას ესე ვაცხობ. და მინდა რომ დამეხმარონ ცხოვრებაში. აჰა, აი ახლა დამჩარა. ამას შეგვიძლია მოცულობისთვის დავუმატოთ ერთი პატარა ჭიქა წყალი, სხვათა შორის მინდა გითხრათ, წყლით გამოდის ძალიან გემრიელი და რბილი. აი ამდენი საკმარისი იქნება. თითქმის ყოველთვის ვამატებ მე პეროგებს წყალს. აი ბარემ ეს ჭურჭელი უკვე ვიხმარე, აქ დავამატებ ერთ კოვს სოდას. ძალიან სავსე არა. ძმარი და წითელი ღვინოს იყოს. ბარემ ამაში გავხსნათ. ჩავასხათ. ეგ არის, ესენი აღარ გვინდა. და ასევე უნდა ვანილინი ან ვანილის ესენცია მაქვს მე.
და უკვე გემრიელი სუნი აქვს. რამდენიმე წვეთი უნდა სულ. ნამდვილი ვანილის ესენცია არის. იმ დღეს გოგოებმა მკითხეს სად იყიდეო, არ მიყიდია მეგობრებო მაჩუქეს. არ ვიცი, შეიძლება სადმე დიდ მაღაზიებში იყიდება მაჩუქეს. მეგობრებმა რუსეთიდან. შეიძლება ვალბერიზეც იყოს. გამოწერა შეიძლება მაქედან, მე ბევრი რაღაცა გამომიწერია და ძალიან კმაყოფილი ვარ, სხვათა შორის. ცოტაც ესეც გალღვება ეხლა და ქვილიღა დაგვრჩება, მეტი არაფერი. და ეს მაცივარში. ამას შეიძლება კიდე დაამთავროს თავისი სალათა. აგერ დაატყოვა ცოტა. ეხლა ირაკლი უნდა ისადილოს. მაინტერესებს აბა მე ბოლომდე კარგად ისმის ჩემი ხმა თუ არა და მომწერეთ მერე. აუ ერთი დანები მაქვს გასათლელი და სულ მავიწყდება ხოლმე რა. ცოტაღა და დადნება ესეც ბოლომდე. მერე ცოტას დავასვენებ. აი უკვე კარგი ბუშტუკები ამოუვიდა. დავასვენებ. დავაყრი ქვილს, მოვურევ, შევდგავ ქურაში, გამოვაცხობ. და სანამ ეს ისვენებს, მანამ ქურაც გაცხელდება. 15-20 წუთი მეტი არ უნდა. და მას ჩავასხავ ახლა. ოდნავ დავაცადოთ, ცოტა გაგრილდეს. მირე დაამთავრე ჭამა? მოდი რა მაჩვენე შენი ბრასლეტი გთხოვ. და შენი თებშიც მოიტანე თან. ვაიმე როგორი ქარია გარეთ. აქედანაც მესმის როგორ ქრის ხმა მესმის პირდაპირ. ეს მიდენამ ძალიან სასწაული რაღაცა გააკეთა ხელოვნებაზე. დე, ჯერ მოყევი რა გქონდა გასაკეთებელი და მერე აჩვენე. ხონდა გასაკეთებელი ბრასლეტი. ცოტა ახლოს მიდე. ანუ რამე სამაჯური. სამაჯური გქონდა გასაკეთებელი მოკლედ. მოკლედ. სახში და. ხო, გაკეთებული გქონდა, მაგრამ დარჩა სახში. გზაში გაახსენდა. გზაში გამახსენდა და მეთქი. ფოთლები მოამრავეთ მეთქი იქნებ მაგისგან გავაკეთე და სკოჩი მედურა გავაკეთე ბრასლეტი და ყველაზე მეტად ჩემი მოეწონა მასწავლებელი. ანუ გზაში გაახსენდა რომ უნდა გაიკეთებინა ბრასლეტი, სამაჯური ქონდა დავალება ხელოვნებაში და უკვე თითქმის ყოველდღე მისული ეზოში, სკოლის ეზოში ვიყავით, უკვე გაახსენდა რომ და გასაკეთებელი მქონდა და დამავიწყდა სახში, არა და გაკეთებული მქონდა უკვე, ანუ დიდი ხნის წინ. სპეციალურად მაგისთვის არა, მაგრამ ჰქონდა ბრასლეტები გაკეთებული სახში, ადრე აკეთებდა. გაახსენდა და მოდიო ფოთლები ავაგროვოთ და ამ ფოთლებისგან მაინც გავაკეთებო და რაღაცა კრეატიული იქნება, უცებო აბა სხვა რა ვქნაო, ვეღარ მოვასწრებ ვერაფერსო, მე კი ფიქრობდი უკვე ხო არ გავიქცე მეთქი სახში და უკან ხო არ მოუტანო მეთქი ეს ბრასლეტი და რაღაც მოიფიქრე უკვე არაფერი აღარ ვთხარი. და გააკეთა, მოიტანე მაჩვენე. სად არის? რა ვსადდე? შემოსასვლელში ხო დადე? ანუშკა. ბატონო. მე ახლა დავდივარ. არა. და გააკეთა, აწიე კარგად ხელზე გაჩ.
და აგერ გააკეთა ბრასლეტი, ახლოს მიიტანა. დაჭკნა უკვე. ცოტა დაჭკნა უკვე, სკოჩებით მიამაგრა და რა გითხრა მასწავლებელმა? ყველაზე კარგი არისო. ყველას ქონდა ტრუბოჩკებიან და კი დაწერა ტრუბოჩკებით არ ნამის ხვიტო, მაგრამ საწრუპებით გაკეთებული ქონდა ბავშვებს. ლამის ყველას ქონდა საწრუპებით. არა, კი იყო ზოგი ბისერმანო, ბისერით. არა, განასაწრუპით ცუდია, მაგრამ. არა, ვიცი, მაგრამ ხო. მაგის გარდა ხო შეიძლება. უბრალოდ მასწავლებელს მოეწონა ამის კრეატივი. აი, ბავშვმა 2 წამში მოიფიქრა, რა შეეძლო გაიკეთებინა. როცა მდგომარეობიდან გამოსვლის ხერხებს ეძებდა, ასე ვთქვათ. და როცა გაქვს კრეატივი და ასე ვთქვათ, შესაბამისი ნიჭი, ბავშვმა იპოვა გზა, გამოსავალი. კარგად მოურევ. ქვილი უნდა მეტი არაფერი. თამაში ხარ ვიყიდი უაგრეს კლასს. აი, მე მეთქი რა მოხდა. იცი რატო? რატო? 70 ღირს 100 ალმაზი და მე 70 ვარ უკვე. რა? და ხვალ იქნება ალმაზების წვიმა და მოვაგროვებ 20 და მე ვიყიდი თოფიას მაგარია. ზოგს რა უხარია არა? კი. ძალიან მაგარია. გილოც. თემკარო ყიდულობ და ასე მაჩვენებ. შო ყიდულობ. და ყველი რატო არ ჭამე და ჭადები? როგორ მინდოდა რომ გეჭამა? ხო მითხარი ვინ შევჭამო? იქება მე რეჭამო, კარგი? მე ჩიფსები ვაჭამ. ეგ საღამოს. აი, ნუ მიხეცე. სასესო მეტი არა მსო. კაი დედა ახლა საჭმელს ვაკეთებ. ცოტა კიდე. ძალიან მინდა. მე აი იცი, სალომე მერთხელ მათხოვა ეგ თოფი თამაში და ძალიან ადვილი იყო კურდღლების და ყველასი მოკლა. ანუ სიშორიდან რომ ყავდი, ვერც ასწრებდნენ მოსვლას ჩემსკენ რა მეც დამარყან. ისე ვალე ყდებოდნენ. უთი. პაპრაპა! როგორ უხარია? შკუაზე არ არის. სამშაბათს არ არის სკოლა. ხო, სამშაბათს ხოთეშორის სკოლა ისვენებს. რა დღეა? არ ვიცი, რა დღეა? 14-ია? 14 ოქტომბერი. თუ რა დღეა? პლანშეტი არის ჩემს ოთახში და ეს აწოლზე. კიდე უნდა მაინც ფქვილი, ესე იგი, ბევრი ფქვილი მიაქვს, ცოტა დიდიც რომ მიგავაკეთე, იმიტომ რომ მთელი ჟარონა მინდა რომ იყოს სავსე, ეს უკვე საკმარის იქნება. ჩემი აზრით, ეხლა შევხედოთ. კი, საკმარისია. ამას ეხლა დავასვენებ. მანამ ქურა გაცხელდება 15 წუთში. დავიწყებ ამის კეთებას. 15-20 წუთი დავასვენოთ, მეტი არ უნდა. და ქურაც კაკრას ძალიან კარგად გაცხელდება. მოვალაგოთ. გადავაბათ ამას.
ასე. ცოტა ხანი. ვინ მოვიდა? ქვილი შევინახოთ. ეს ცომი დაიცდის. Ирокс повидлом. яблочный. Здравствуйте. Самира самоцевец. არა, სამდე 4 წარაგაცა. 1 საათ ლიბრებში? ორი ლიბრებში და მე ტრაგედია ვიმაშია, ვიდეო ფაქტი, მაგრამ სამაგეროს ფული მიგვიდება უკან. ანუ მეჩემია იქავიღო. ბარათით, თუ ისე უბარათოთ 4 და 10 წელი. არა, კარაქით უქრია ამ არა, ეგ არ არის კარაქი. კარაქი დებზე გერიქი. ეგ არის სპრედი. ვარი, გოგადი ვარი, 15 ვარი, 200 გრამიანები. Ну да, это спред. Это не караки. Так. ეს ყველაფერი ზემოდან მიშლის ხოლმე, მაგრამ სად წავიღო? ვაიმე, და მოვიწყდა მისი კუდი. ეს დაგველოდება, ეს ცხელდება 20 წუთში გავაგრძელოთ. ახლა უკვე საკმარისია, მოდით ახლა ჩავასხოთ. სინძე მანამდე ზეთი წავუსვათ ყველგან. ან მარგარინი როგორც გნებავთ.
გავასწოროთ. ესე ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვასხათ. ჩვენი ნება არ არის როგორც გვინდა ისე მოვასხათ. ჩვენ როგორც გვინდა ისე მოვასხით ზემოდან და ეხლა შევდო ხურაში 20-25 წუთი 200 გრამზე. ახლა დაველოდოთ და ვნახოთ შედეგი. მოდით ვნახოთ მზად არის თუ არა, მე მგონი მზად არის. სპეციალურად გააკეთე ესე ორი ნახევარი. ბავშვების გამო. დრო არ უყვართ. ეხლა გაცივდება და გებრიელად მივიქნებთ. ეს რისის ვაშლის ჯემია.